მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ წებ დიდ გადაცემას. Პირველი სტუმარი, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი სოზარი. ბატონი სოზარი, მე შეგახსენებთ, რომ მომდენო გადაცემა პირდაპირ ეთერში გავა პარასკევს, ეს იქნება ბოლო გადაცემა არჩევნებამდე, ხოლო შემდეგ გაგრძელდება საუბრის თემა, რა თქმა უნდა, არჩევნებია. თუმცა მე არ ვიცი, სოზარ არჩევნებთან დაკავშირებით რაზე ვილაპარაკო. ის თემები, რომელიც მე მაღელვებს და საზოგადოებას აღწევს, უშუალოდ არჩევნებთან და მის შედეგთან არ არის დაკავშირებული. იმიტომ ცხადია ყველასთვის არჩევნების შედეგი. პირველ რიგში მოდი ჯვართამაღლება ხვალ უკვე ზაამალე დადგება მიულოცოთ ჩვენს მოსახლეობას, სოხუმის დაცემის დღე არის ამავდროულად. ჩვენს უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღე და მართლა უნდა ჯერა რომ დადგება დრო და შეიძლება არ იყოს ძალიან შორს, როდესაც საქართველოს ისევ იქნება მთლიანი და ერთიანი და ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებ ჩვენს მოძმეებთან ერთად. ხო, ეხლა ჩემ შეკითხვას დაუბრუნდეთ, მე უერთდები შენს ილოცავს და კიდევ ერთხელ გითხო. აი, გასაგებია შედეგებზე ლაპარაკი აზრი არ აქვს, შედეგებზე ლაპარაკს, იმიტომ რომ გასაგებია რა შედეგით დასრულდება. ოპოზიციამ გამოაცხადა თვითლიკვიდაცია, ოპოზიცია არ არსებობს. ის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ან იღებენ, ან არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათი ძალა არ არსებობს. უძალოები არიან. ეს ვიცით კარგად. არის სასაუბრო ალბათ ის თუ რას მოიმოქმედებენ. მაგრამ აქაც ხო უნდა ვიყოთ თხილად. პატა ბურჭულაძე ნომინალურად არის ამის ხელმძღვანელი. თუ რა თქმა უნდა იქ გავროშები ყავს, ბევრი, ეგ შეიძლება ყავდეს, მაგრამ თვითონ პატა ბურჭულაძის ფიგურა, კომიკური ფიგურა ნიშნავს, რომ ეს პროცესი, ეგრეთ წოდებული რევოლუციის და დამხობის პროცესიც კომიკურია. აი რა უნდა ვილაპარაკოთ, რაზე უნდა გავამახვილოთ აქცენტი? პირველ რიგში, ხო, არჩევნები მოდის და არჩევნებში შედეგი გასაგებია, მაგრამ მე ყოველ დღე მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, ისე როგორც ყველა ჩვენი გუნდი გასული ვართ ქალაქებში, სოფლებში, უბნებში ხვდებით, ვეუბნებით ერთ რამეს. გასაგებია, რომ ვიმარჯვებთ დამაჯერებლად, მაგრამ და გასაგებია, რომ ოპოზიცია არის განადგურებული და თვითონ გაინადგურეს თავი, ამას შემდეგ მიუბრუნდეთ, მაგრამ ამით აქედან არ უნდა ამოვიდეთ. ძალიან ძლიერია საქართველოს მტერი და ეს არის საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ესენი, ვინც აქ ჩვენ განადგურებულ ოპოზიციას ვეძახით, ეს არიან უბრალოდ მათი აგენტები, მათი საცეცები აქ, უბრალოდ იმდენად უტვინოები არიან, იმდენად ინტელექტი არ ყოფნით, რომ აი ეს თვითგანადგურების პროცესი დააჩქარეს და ჩართეს სულ ტემპზე. როდესაც უარი თქვეს პარლამენტის მანდატებზე, როდესაც უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობა, როდესაც ღია დაფიქსირებენ პრაქტიკულად, რომ უცხოეთს ემსახურებიან და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, როდესაც ნატრობდნენ, რომ ნეტავი ცხელი ბომბების წვიმა დაგცვიოდეს თავზე, როდესაც შეეχνატრიან უკრაინის ბედს და ზელენსკი დღემდე გმირად რო გამოუცხადებიათ და წმინდანად მთელი მსოფლიომ დაინახა ვინ არის ეს კაცი და ერთადერთი ამ ჩვენმა ოპოზიციამ ამართლა ლიბერალურმა ფაშისტებმა ვერ დაინახეს, ხო? ამით დააჩქარეს თავისი განადგურება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატრონებს ძალა არ აქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატრონებს ფული არ აქვთ, ძალაც აქვთ, ფულიც აქვთ, უზარმაზარი გავლენებიც აქვთ და მსოფლიო მედიაში წამყვანი ტრიბუნა მათია. ასე რომ ეს ყველაფერი აქვს და გეგმების არ შეცვლილა, რაც მთავარია. გეგმები რო არ შეცვლილა, ეს კარგად ჩანს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებითაც და კარგად ჩანს თუნდაც, რა ვიცი, აი დღეს რაც ხდება მაგალითად მოლდოვაში, სადაც თუ კი 3 წლის წინ, 4 წლის წინ პარტიების გაუქმება კიდე ცალკეა. 4 წლის წინ როცა პრაქტიკულად როცა დაიწყო უკრაინის ომი, მოლდოვას არ ყავდა ჯარი. გააორმაგებინეს მოლდოვას დაფინანსება ბიუჯეტიდან პლუს ეხმარებიან გარედან და ამზადებენ მოლდოვას იმისთვის, რომ დნესტრისპირეთში შეიჭრას დნესტრისპირეთში. კი, ძალიან გაუჭირდება რუსეთს იქ შესვლა და დახმარება ოკუპირებულ. თუმცა შეიძლება ძალიან ცუდი პასუხი გასცეს. ხო, იმიტომ ძალიან ცუდი უკრაინაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ამზადებენ და ამ შემთხვევაში არ ამგონია, რომ შეიძლება კი აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ამასაც არ გამოუწევს. რაც საქართველოს შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ საზღვარი გვაქვს და ომში პირდაპირ ჩავერთვებოდით. იქ პირდაპირ რუსეთი ესეთ ჯარს ვერ გადასხამს, თუმცა რასიზმს და ბომბებით თუ ასე შემდეგ ჩვენ ჯერ არ ვიცით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეუცვლია იმ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს თავისი განზრახვები არ შეუცვლიათ და მათი განზრახვა არის ის, რომ დაასუსტონ რუსეთი, მასთან ერთად დაასუსტონ ჩინეთი და ამაში ჩვენ, მოლდოვა, უკრაინა რანაირად გამოგიყენებენ როგორი არაღად შეშავართ უბრალოდ ხარში შესაძლოა. მანდ ასე მარტივად არ არის. შესაძლებელი მათ მოლდოვაში არის გაგაუზია, გაგაუზიაში
გაგაუზილები მაჰმადიანები არიან, არავინ არ იცის თურქები რას გააკეთებენ. მოკლედ, მან ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდება, თუ რამე დატრიალდა რა, მსგავსი. თუმცა შეიძლება წააქეზონ, კი ბატონო, უკრაინის ისევე როგორც აი ბოლო დღეებში ჩვენ რაც ვნახეთ, სახელმწიფო გადატრიალება ნეპალში, გადატრიალება ბოლომდე არ იყო პრეზიდენტი დარჩა, მაგრამ აი სახელმწიფო გადატრიალება იყო სერიოზული არეულობები, რაც ხდება ახლა ინდონეზიაში, ფილიპინებში, ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში, ეს არის პირდაპირ დღემდე ჩანს ამერიკული დაფინანსება. საქართველოს კიდე იმათი დაფინანსება, ვისაც ახლა ტრამპი ეს არის ნედის და USAID-ის დაფინანსება. ესეთი ძლიერები არიან და შეუძლიათ პროვოცირებას ქვეყნებში რადიკალური ელემენტების, რომ არეულობა გამოიწვიოს. საქართველოში პადამუჯულაძე რატო ყავთ რევოლუციონერი ლიდერი? რატომ? ხო, ლოგიკური კითხვა ისმება, ხო? მე რო ჰოკეის გუნდის ტრენერი ვიყო, დაახლოებით იგივეა. მე კიდევ უფრო კარგად მოვიქცეოდი, მეთქოდი რომ ბიჭებო, მე არაფერი არ ვიცი და თქვენ მიხედეთ საქმეს თქო და ეს იჩემეს რომ ლიდერია რა. ვისაც ოდნავ მაინც ტვინი აქვს ის ვერ ბედავს და არ მიდის ისეთ ნაბიჯებზე, რაზეც ან ციხეში მიდის წინასწარ. იმალება. ხო, რაც თქვა, რასაც თქვა იგივე ხაბეიშვილი იძახდა და ამბობდა. ეს უბრალოდ მე მგონი ვერც კი ხვდება რას ლაპარაკობს, რის იმედი აქვს. თუმცა ამ ბოლო დროს მანაც დაიწყო ერთგვარი ესეთი გადაახვია თქვა თავისი რიტორიკა ცოტათი ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ მისი რიტორიკაც ერთგვარად შეიცვალა და პრაქტიკულად ამბობს რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ რევოლუციურ როგორ ქვია გადატრიალება 4-ში უნდა დამთავრებული იყოს 8 საათზე. ხო, რაღაც დემოკრატიული ამბოხი თუ დამავსდა რაც ეძახიან. მშვიდობიანი ამბოხი. მაგრამ ნუ ჩაგვაბარეთ ხელისუფლებაო რა, კარგად მოიქეცით. ბოლოს ესე ითქვა. ხო, კარგად მოიქეცით და დაახლოებით აქამდე დავიდა. ასე რომ ეგ არაფერი საფრთხე ამაში არ არის. საფრთხეზე არ არის. კითხვა სხვა რამეა. მათი პატრონების განზრახვები და ამაში ჩვენ გვჭირდება რა? პირველი არჩევნებთან დაკავშირებით და არჩევნების თემას ამით დავამთავრებ. ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს არა იმიტომ რომ გამარჯვებას რაღაცა პრობლემა უდგას, არამედ იმიტომ რომ არავის ვათქმევინოთ არც ქვეყნის არც ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში ქვეყნის გარეთ, რომ ეს რა არჩევნებია, ხალხი არ მოვიდა და ხა ვიღაცას არ ვალაპარაკოთ ლეგიტიმაცია, არ ლეგიტიმაციის თემაზე. კი ბატონო. კარგით, გადავიდეთ უკრაინაზე. უკრაინა ძალიან საინტერესო ამბავი, თუმცა გვახსენა იმ ჩემი ცოდვით სავსემ ზელენსკიმ გვახსენა გაეროს დარბაზში და თქვა რომ საინტერესოდ რომ ევროპამ დაკარგა საქართველოს. რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, დღევანდელმა ევროპამ დაკარგა, არ შეეძლო რომ სუვერენული საქართველოს დღევანდელ ევროპას არ დაეკარგა. ბევრი მიზეზების გამო, იდეოლოგიური, თუნდაც გეოპოლიტიკური, რეალპოლიტიკური მიზეზების გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ იმათთან არ ვართ და ისინი ლოგიკურად გვებრძვიან, რომ იმათ უნდათ რომ ომში ჩავერთოთ, მათი გლობალისტური ამოცანების შესრულებაში ზვარაკის როლი შევასრულოთ და ამას ჩვენ არ გავაკეთებთ. და აი ზელენსკი, რომელიც ევროპამ პირველ რიგში დაკარგა ევროპა. ევროპამ დაკარგა ევროპა, იმიტომ რომ ეს ევროპა არ არის და სხვათა შორის რომის პაპმა, აი წინა რომის პაპმა თქვა ეგეთი სიტყვა, რომ ევროპა ევროკავშირის გარეშეც კი ევროპა იქნება, მაგრამ ევროპა ქრისტეს გარეშე ევროპა არ არის და ევროპა ვერ იქნება და ევროპამ დაკარგა ის, რაც განსაზღვრავდა ევროპის ევროპულობას. დაკარგა იდეა ნაციონალური სახელმწიფოსი, დაკარგა იდეა ქრისტიანობისა და ის მთელი ეს ღირებულებები, რაც ამაზე იყო დაშენებული, რა ადამიანის უფლებები იქნებოდა თუ სუვერენიტეტი თუ სხვა რა, ეს ყველაფერი დღეს ფიქციად იქცა, აღარ არსებობს, იმიტომ რომ საფუძველს თუ გამოაცლი, აღარ დაგრჩება მაშინ ადამიანის უფლებები და სხვა ღირებულებები და დარჩა ერთადერთი ეს LGBT პროპაგანდა მეტი აღარაფერი. მე მაქვს ერთ-ერთი ინგლისელი მკვლევარის წიგნი დაკითხული. ევროპის უცნაური სიკვდილი 1917 წელსაა გამოცემული. მთავარი რამაც მოკლა ევროპა არის არაევროპელი ცივილიზაციების შეჭრა მიგრანტების უაზროდ უკონტროლოდ გაზრდილი 1917-ში დაწერილი. 1900 არა 2017-ში. დაწერილი და უაზრო, თუმცა 17 წლის მერეც იწერებოდა ეს ცნობილი წიგნები ევროპის დაისწე, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა უცნაური რატო? ევროპას არ წაუგია არც ერთი ომი ეხლა. მისი ტექნოლოგიური კავშირები განვითარება მაღალია, ერთ-ერთი მაღალი იყო ყოველ შემთხვევაში, იღებდა უფასო ენერგო, თითქმის უფასო ენერგორესურსებს რუსეთიდან და ამას თავის ჭკუას და ნიჭს ახმარდა და უბრალოდ მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მიგრანტებმა, უცხო კულტურის მიგრანტებმა
შეაღწიეს ათასობით, ასობით, მილიონობით შეაღწიეს იქ ევროპა, რა თქმა უნდა, დაკარგა ის რაც ევროპა არის და რა თქმა უნდა, მულტიკულტურულობამ ვერაფერი ვერ და ხნა და ჩვენ უყურებთ ევროპის დედაქალაქების მეერებს მაგალითად, ანუ უბნებს სადაც პოლიცია ვერ შედის და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი მიზეზი, მისი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი ევროპის დაკარგვისა. არა მხოლოდ ეგ რა თქმა უნდა ერთ-ერთი სერიოზულია, მაგრამ არა მხოლოდ მიზეზი ის არის, რომ ევროპამ დაკარგა იდენტობა, ეს იდენტობა იყო გარკვეულწილად ქრისტიანულ აღსარებლობაზე, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე და მისგან გამომდინარე ეთიკურ ღირებულებებზე დამყარებული და როცა ამას კარგავ, ის ეთიკური ღირებულებები ეგრევე კარგავს შინაარსს და შინაარსის გარეშე ცალკე რაღაც დეკლარაცია, რომელიღაც კანონის, რომელიღაც მუხლის არაფერს არ ნიშნავს. ზელენსკის რო დაუბრუნდეთ. ბოდიში არა, მანამდე მაგრამ დამასწორებს დამავიწყდა რაღაც თქვა, მინდოდა სწორედ ევროპასთან დაკავშირებით. გაიგეთ, ზელენსკის რომ დაუბრუნდეთ. და არა მარტო ზელენსკის. ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენს ხელისუფლებას მე გიჟი თავისუფალი ვარ, ხო, მე არ ამაქვს ეს პრეტენზია. არა, ეს უნდა თქვა დანიშნულება გამახსენე. კარგი პასაჟზე გამაჩერე. ნახეთ, მეც ეგრევე შემაწყვეტინე ეხლა. უბრალოდ როცა ვლაპარაკობთ მიგრაციაზე. როდესაც დაიწყო სირიის კრიზისი, ეს პირველი სირიის კრიზისი და პირველი ტოლები გაშდნენ ევროპა რომ გაისო ტოლებით, მაშინ ვიყავი მინისტრი და ჩემს უწყებაში შემოდიოდა სწორედ ტოლები, არა მხოლოდ ქვეყნში დადევნილები, არამედ ზოგადად განსახლება და ტოლების საკითხის და აქციაზე იმართებოდა ჩემს ოფისთან, რომ მივიღოთ სირიელი ტოლები და ამას აკეთებდა ზუსტად ეს ლიბერდებულებს რო უწოდებ, ეს ლიბერალური ფაშისტები, ლიბერალური NGO-ები და მათი მხარდამჭერი პარტიები აწყობდნენ აქციებს, რომ გაუხსნათ კარი, ეს საცოდავი ფულს ისინი მოგცემენო ევროკავშირი. და თურმე უნდა გაგვევსო ტოლებით საქართველო. და სხვათა შორის არა და როდესაც გაუღო გერმანიამ პირველ რიგში გერმანიამ და ანგელა მერკელმა როცა გაუღო კარი ამ ტოლებს, მანამდე რამდენიმე წლით ადრე მათ ჰქონდა ნათქვამი სიტყვები, რომელიც მაშინ ძალიან გამიკვირდა რომ მერკელისგან ეს სიტყვა. მან თქვა რომ ჩვენი ოცნება მულტიკულტურული საზოგადოების მშენებლობაზე დამთავრდა. მორჩა, გერმანია აღარ იქნება მულტიკულტურული საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენი ერი და ევროპა მთლიანად ვერ ახერხებს გადახარშოს ეს ნაკადები. და ეს ნაკადები ერთმანეთს არ ერწყმის, ეს ნაკადები არსებობდნენ პარალელურად და საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდება იმის, ან ერთი მოიგებს, ან მეორეო. ამის შემდეგ ის მაინც გადატეხეს, ის მაინც აიძულეს, რომ მიეღო მილიონობით სირიელი და არა მხოლოდ სირიელი. და ეხლა გრძელდება ეს და დღეს აცნობიერებენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერ შველია. ტრამპიც, რომელიც ევროპას ძალიან კარგ აგვატილებს უტარებს. ტრამპიც ეუბნება, რომ ლონდონის მერზე რას ამბობს. არ ისვენებს ტრამპი ლონდონის მერზე რას ამბობს. მიგრანტები, მიგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა. ტრამპმა მოაგვარა თავისთან ის. არ დაგავიწყდა ზელენსკიზე. ხო და ზელენსკი. ჩვენ რატომ ვექცევით? მე მესმის, რომ ღირსეული უნდა იყოს, მიმტევებელი, რომ უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ უფრო მკვეთრი, ასე ვთქვათ, პასუხით შეიძლება გავცეთ იმ კლოუნს. ზელენსკი დაღუპა და გაანადგურა უკრაინა და ძალიან უნდა იგივე დღეში აღმოჩნდეთ ჩვენც, მაგრამ ჩვენ არ აღმოჩნდებით. ზელენსკის პასუხს გასცემს უკრაინელი ხალხი და მე მგონი ამისი დრო ახლოვდება საკმაოდ ჩქარი ტემპებით. ნუ არ ვიცი ხა, როგორც ჩვენ მაინც სახელმწიფო ვართ, გარკვეულწილად ამ იმდენად ძიმე დღეშია დღეს უკრაინა, რომ ამ თანაგრძნობის გამო უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამო მის პირველ პირებზეც ვინარჩუნებთ გარკვეულად ეს თავშეკავებულ რეაქციებს, თუმცა ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას. მაშინ იგივე კითხვას ელჩების მისამართით დაგისვა, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ყოჩახ ჩვენ მთავრობას, თორსა დაიბარა და გაკიცხა, დატოხსა გერმანიის ელჩი, მაგრამ მაინც არა საკმარისი. ბევრი სხვა ელჩის დასაბარებელია და ელჩებთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოლიტიკაა გასატარებელი. ნუ ისინი პასუხი იყო მაინც მისით ძალიან თავხედური ელჩის პასუხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ ჩვენს პოლიტიკას. ყველა შემთხვევაში თუნდაც დაბარებიდან მეორე დღეს ის მივიდა და პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შევხვდა ლევან ჟორჟოლიანს და მოითხოვა სრულიად უთიფრად, რომ კანონი, რომელიც თქვენ მიიღეთ, ჩვენ არ შეგვახოთ რა, ჩვენ რაღაცა ცალკე ისავართ. და რა არ შეეხოთ, რომ ვაუხსნათ ხალხს. ჩვენო არ ახსნა განმარტებას ეს ფული
გრანტები რაში იხარჯება? ბიუროკრატიულ ხარჯებს გვიზდის და არ გამოგიგზავნთ, არ შეგატყობინებთ ფულს წინასწარ, ფულს რაზე ხარჯებთ. პასუხი იყო, რომ კანონი ყოველთვის არის კანონი, არ დამორჩილება კანონს, ვერცერთ თეთრს ვერ მისცემს, ვერცერთ ცენტს ვერ მისცემს, ვერცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თუ სხვა ვინმეს. მოკლედ ეს არის ცალსახა. მეორე, რატომ არის ხშირ შემთხვევაში უფრო ხისტი პასუხი თუნდაც ელჩების მიმართ, როგორიც სიტუაციაზე როგორცაც იმსახურებენ და როგორც გაგვიხარდებოდა, ვერ იქნება, იმიტომ რომ არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ამით ჩვენი თავი უფრო არ დავიზიანოთ და რუსეთის სანქციების დაწესების არ იყოს, თუ რუსეთის სანქციებს უწესებდა, ამით ჩვენს ეკონომიკას ანგრევ, რა გამოდის ესე ჩვენი თავის დაგვიწესებია სანქციები და რუსეთს ვერაფერი ვერ ვავნეთ. იგივე მდგომარეობაში რო არ აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ყველამ რა პასუხსაც იმსახურებენ. აი რაც გააკეთა მაკრონმა, როდესაც გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის ელჩი უხეშად ერევა საფრანგეთის შიდა საქმეებში, გაათმაგებულად და გაასმაგებულად იმას აკეთებენ საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა თუ ევროკავშირის ელჩები საქართველოში. ზელენსკისთან დაკავშირებით აი ზუსტად ახლა წავიკითხე ინფორმაცია, რომ დრონები შეიჭნენ უკრაინის ტერიტორიაზე და ვისი დრონები? ზელენსკის უნგრეთის დრონები შეიჭნენ. პარანოია თავისას ამაზე პასუხიც გასცა სიატომ. თავისას აღწევს პარანოია, სიგიჟე, სასოწარკვეთა და ახლა უკვე უნგრეთი ეომება და ალბათ უნგრეთთანაც დაიწყებს, ხო? გახსნის მეორე ფრონტს. ჩვენ კი არა ის გახსნის. უნგრეთთან არ დაიწყებს, თუმცა თუ მოხდა ის სამწუხარო სცენარი, რაზეც წეგად ვლაპარაკობდი მოლდოვასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სწორედ განხორციელდება უკრაინის ძალებით. რა თქმა უნდა, აბა ხა მოლდოვური არმიით ხო არა რა, მაგრამ ესეც იქაც პრობლემები აქვს აღმოსავლეთში არმიას. მოკლედ ეს იმის პრობლემებია, ვინც თავისი სისულელით და მოღალატეობით, ჩემი აზრით, სისულელით ნაკლებად თავის ქვეყანა დაღუპა, ჩვენ ღვთისმადლით გვყავს ისეთი მთავრობა, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მშვიდობას თუნდაც დღეს გამოქვეყნდა EBRD-ის პროგნოზი, რომელიცაც საქართველოს მთელ ევროპაში და გაცილებით ფართო რეგიონში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდით 7%-ს გვიწინასწარმეტყველებია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სინამდვილეში 8% დაახლოებით იქნება, ისევე როგორც იყო წინა წლებში და ეს არის სწორედ ჩვენი გამოსავალი. იგივე დღეს, როდესაც ხვდებით მოსახლეობას, ხშირად ხალხი ამბობს, რომ არ არის საკმარისი პენსია, ხელფასი გზა ყველგან არ არის მიყვანილი, მაგრამ იცით როგორ არის ჩვენ შევძელით ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ვერ ავიცილეთ თავიდან ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ომი. ჯერ ქალაქ თბილისში ცენტრში და სამოქალაქო ომი, რომელსაც ალაგრიეთ დედაქალაქი და მხოლოდ დედაქალაქი კი არა, ჩამოიქცა ეკონომიკა, უბრალოდ გავიღვიძეთ დილას და აღარც დენი იყო, აღარც გაზი იყო, არაფერი აღარ იყო და მთელი ქარხნები გაჩერდა ერთ დღეში. ამას მოჰყვა ერთი ომი, ჯერ ცხინვალის მიმართულებაზე, შემდეგ აფხაზეთში, შემდეგ 2008 წლის ომი, ამას შუაში მიდიოდა მუდმივად ერთლარად გაყიდული უზარმაზარი ფაბრიკა ქარხნები, რომლებიც ჯართად გაიყიდა და ეხლა დღეს როცა ვამბობთ, რომ რატო არ ცხოვრობთ ისე კარგად, როგორც ცხოვრობს გერმანელი, ნუ ძალიან ძნელია, მაგრამ ამ დანაკლისის შევსება. მიუხედავად იმისა, ისეთი ტემპით ვითარდებით, რომ შეიძლება გერმანიას და ბრიტანეთს ვერა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას, რომლებსაც გავსი უბედურება არ განუცდიათ, თქვათ იგივე ბულგარეთს, რუმინეთს, ძალიან მალე დავეწევით, თუ მშვიდობას შევინარჩუნებთ და იმის შემდეგ უკვე გვექნება პრეტენზია, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ბალტიისპირეთზე, რომელიც გაუკაცრიელდა. უბრალოდ გაუკაცრიელდა, ვინც ხართ ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებში ნამყოფი. ახლა თქვენ ნახავთ, რომ ახალგაზრდობა არ არის პრაქტიკულად იქ, ანუ გაუკაცრიელებული არის და როდესაც ლაპარაკობენ, რომ თქვათ თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გათვლით, ორჯერ და სამჯერ აღემატება საქართველოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე არის ხშირ შემთხვევაში. და წასულია მთელი ბალტიისპირეთი გერმანიასა და პოლონეთში და ევროპის აგზავნის თავის ქვეყანაში. ნუ ეგ გასაგებია. ეხლა მნიშვნელოვანი შეკითხვა არანაკლებ, მოკლედ ეს ყველაფერი დამთავრდება არჩევნები იმით, რომ რა თქმა უნდა ქართული ოცნება გამარჯვებულად გაიმარჯვოს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ესენი აზრუნავენ რადიკალური ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ ადამიანები, რომელიც მოატყუეს ახალგაზრდებზე, რომლებიც მოატყუეს, რომლებსაც დაპირდნენ ეს ბრძოლა, რაღაც ეფემერული რაღაცები დაპირდნენ და სასწრაფოდ შეიძლება მივიდნენ და მიდიან უკვე. იმიტომ რომ მათ დაუსახეს, რომ ისინი ნათელის ისტორიის ნათელ მხარეს არიან და ნუ
ხედავენ რომ არ გამოძდით. ასეთი ხალხისგან, აი ესეთი ადამიანებისგან მე უკვე მესმის რომ ქართველი ხალხი არ არის ღირსი მათი საქართველოში ყოფნის და ქართულ ხალხს აბრალებენ. რომ აი ჩვენ კი ვცდილობთ ერთი მუჭა ხალხი, ხო, ახალგაზრდები სიცოცხლესაც და ქართველი ხალხი ეს არ არის ახალი ფენომენი. ეხლა გამძაფრდება განსაკუთრებით ასეთი იყო. ხო და გამძაფრდება და არიან ადამიანები რომლებიც მეწოდება უბრალოდ იმიტომ რომ თავის სისულელი ჩაითრიეს ამაში. დასრულდება ხა რა არიან ადამიანები რომლებიც საცვალე ეხილებათ და არიან ადამიანები რომლებსაც ნაწილი მაინც რომლებსაც თვალი არ აეხილებათ აქ საზოგადოება არის ეგეთი რომელს დაუჯერებს ვის გახვება. ოღონდ უბრალოდ განსხვავება ჩვენ შორის ის არის რომ ისინი არიან ყველაფერზე წამსვლელები თუნდაც აი კირკის მკვლელობამაც შეერთებულ შტატებში ეს ნათლად აჩვენა და იმ სიხარულმა რაც გამოხატა საზოგადოების ამ ნაწილმა იმ მკვლელობაზე იმათ ვერაფერი ვერ გამოასწორებს იმათ არაფერი არ შეცვლით იმათ უბრალოდ უნდა ჰქონდეთ თავისი ადგილი მიჩენილი საზოგადოების მიერ რა გულისხმობ მათი მარგინალიზაცია რა თქმა უნდა ეხლა ის ყველას დაიჭერენ თუ კანონს ვინც დარგოს მათ სახელმწიფო მოვლის მაგრამ მე ამბობ საზოგადოების პასუხი მათი მარგინალიზაცია უნდა მოხდეს მაქსიმალურად. თუმცა ახსნა განმარტებითი სამუშაოები ახლა რთულია. თუმცა როცა ეს პარტიები გაუქმდება, ხო? მე მგონი თითოეულ ჩვენგანიც ვალია რომ ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია. გონება რომ რაღაც არგუმენტებით ამ ახალგაზრდებს დაელაპარაკო. რომ ხო ხედავა რა, სოფლიოში რა ხდება, არის ნაწილი მეთქი მე სამას ვამბობ, არის ნაწილი რომელთანაც ლაპარაკს აზრი აქვს, არის ნაწილი რომელსაც რასკინია ლაპარაკი. სექტანტები არასოდეს იმდენად ამ შემთხვევაში ახალგაზრდებს არ გულისხმობ, არა, სექტანტებს გულისხმობ. და არა და ვინც კმაყოფაზე არის ახლა ეგრე არ არის მეხუთე კოლონა ვინც არის ვინც ფულს იღებს ამაში ეს ხალხი ხო საერთოდ მოგზავნილები არიან მოღალატეები და არიან ეგ ამიტომ იყო ასეთი ამბავი რომ ქონდათ გამჭვირვალობის კანონზე იმიტომ რომ არ უნდათ რომ საზოგადოებას გაეგო რაში იღებენ და ვისგან იღებენ ფულს ის რაც მოხდა ახლა მაგალითად ნეპალში ჩვეულებრივი თემა იყო 84 მილიონით იყო დაფინანსებული ის ადამიანები რომლებიც ახლა მინისტრები გახდნენ და ნეპალში ძალიან ცუდი დღეელის ნეპალს ძალიან ცუდი დღეში იყო და ეხლა არანაკლები ცუდი დღეელის იმიტომ რომ რაც მოხდა იქ უბრალოდ სიველურია რა და ეს ძალიან მოეწონათ ნუ სააკაშვილს რა თქმა უნდა ნეპალელი ბიჭი მყავსო ეს ედუარდი ნეპალელი გახდა და სხვაებიც და სურდათ რომ ეს განხორციელდეს ხო მოსწონთ ხოლმე ჩვენ გვახსოვს მაგალითად 2 წლის წინ იყო მე მგონი როდესაც ესეთი რადიკალური ისლამისტების აჯანყება დაიწყო ყაზახეთში რა როგორი სიხარული ჰქონდა ნაცსექტას რომ აი დაიწყო იქ თურმე დემოკრატია და როცა ჩაახშეს სისხლში და ჩაახშოს სხვათა შორის მაშინ ოდეკაბეს ხელმძღვანელი იყო სომხეთი მისი ხელმძღვანელობით მოხდა იქ ჯარების გაგზავნა და მოგვიანებით როცა რაღაცა განცხადება მოეწონათ ყაზახეთის პრეზიდენტის ტოკაევის პუტინის წინააღმდეგ პირიქით ტოკაევი გახდა უცებ მათი ფეტიში ისევე როგორც ჩვენ გვახსოვს ეგეთი ფეტიში იყო რაგვარი იყო და მოვიდა რო აჯანყდა რუსი ვაგნერის ხელმძღვანელი პრიგოჟინი ლექსებს უძღვნიდნენ და რაღაცა ყველაზე პირსისხლიანი ოღონდ პრიგოჟინის რო ყოფილიყო ხელისუფლებაში პუტინის ნაცვლად საქართველოს რა დაემართებოდა და უკრაინას გამოიყენებდა ბირთვიერად ისევე როგორც დღემდე აფეტიშებენ ნავალნის და ნავალნი იყო ადამიანი რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე შოვინისტური რუსული იდეოლოგიის გამტარებელი და გრიზუნებს როცა და გრუზინებს გეძახდა გრიზუნებს კი ბატონო ამაზე თავისი ისიც ჰქონდა რომ გრიზუნებს ანუ მღრღნელებს ვის წინააღმდეგ კი არ უნდა ვიბრძოლოთ ისე უნდა გავანადგუროთ დავწამლოთო ეს ამ იდეოლოგიის ადამიანი დღემდე ყავთ გაფეტიშებული და ბოლო-ბოლო ამ ადამიანის ქრიუს არ შეხვდა ელენა ზელენსკაია რომლის მიმართ არ მაქვს დიდი სიმპათიები მაგრამ იმან თავისი ქვეყნის ინტერესები დაიცვა და ამათ ესეც კი არ აქვს რომ ელემენტარულ თემაში მაინც დაიცვან საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესები მან სხვათა შორის ბენედიქტოვს და რუს ლიბერალებს უსმენ ზოგიერთს რა თქმა უნდა არა რუს ასე ვთქვათ სახელმწიფო წარმომადგენლებს ნავალნის ჩამოყვანა ბევრ კითხვებს შობს მოდი ასე ვთქვათ რატომ ურჩიეს მისი ჩასვლა რუსეთში ხო იცოდნენ თეს დამთავრდებოდა ხო რატომ გააკეთეს ეს კითხვები არსებობს და მან არის გაყოფილი რუსი ლიბერალობა გაყოფილია და ძალიან სოფლიოს ლიბერალობა მაგით არ შეხვდა რომ მისი ფიგურა კითხვებს აჩენს ასე ვთქვათ ამ ცოლის და ასე შემდეგ რა ეს მარტივად არ არის მან საქმე თავიზოზე გამოიძიება ეს ყველაფერი და ნავალნი არანაირად არ იყო საქართველოს არც მომხრე არც
მოყვარული და არც არაფერი იყო ჩვეულებრივი დერჟავნიკი. უბრალოდ მას უნდოდა რომ ის ყოფილიყო მეფე პუტინის ნაცვლად მორჩა და უბრალოდ როგორ ახერხებს ეს როგორ ახერხებენ ეს ჩვენი ლიბერალ ფაშისტები რომ აი მაგალითად პრიგოჟინი გააღმერთონ, ესე იგი სადისტი ადამიანი, რომელსაც უკრაინელი ხალხის სისხლში აქვს ხელები კი არ გასული, თავიდან ბოლომდე ამ ხალხის სისხლში იყო. ანუ რა ეგონა? ერთ მხრივ არიან უკრაინის მხარეს, მეორე მხრივ არიან პრიგოჟინის ფანები, რაღაც მომენტში გახდნენ თუნდაც რამდენიმე დღით. აი ამას როგორ ახერხებენ, ეს არის გამოცანა მართლა. მართლა ისრაელ-პალესტინის ომში მანდ ძალიან უცნაური პოზიციები უკავიათ ხანდახან. ნუ მანდ ორმაგი და სამაგი სტანდარტები არის ცალსახა. მე მგონი განათლებაც არ ყოფნით უბრალოდ და უბრალოდ იმდენად ემოციურები არიან, იმდენად უაზროდ მიაჩვიეს რომ პუტინი უნდა მოუკვდეს მაგის ძახილს, რომ უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პუტინის ნაცვლად. პრიგოჟინი მეგობრებო რო ყოფილიყო, გადარჩენილია მსოფლიო. რომ პრიგოჟინი არ გახსოვს ამერიკელებმა მთელმა ევროპამ გააკმინდა ხმა და არანაირი ხარდაჭერა არ გამოუცხადება, პირიქით შიშით უყურებდა. საქართველოში იყო ჟივილხივილი, ხო, კი. ახლა პუტინის სიკვდილზე ესე როგორი მართლა ერთუჯრედიანები არიან, რამდენჯერ გამოაცხადეს რომ დარია რამდენჯერ გამოაცხადეს რომ ორეული და სამეული და ოთხეული ლაპარაკობს მის ნაცვლად და თვითონ სიამოვნებაში არ არის. რამდენჯერ გამოაცხადეს რომ აი სიმსივნე აქვს და ერთ თვეში მოკვდება და ამაზე აგებენ ამოცნებებზე აგებენ თავის მომავალს აი და ამათი უნდა გვეშინოდეს. ამათი გადატრიალებული არ გაიშვა. აი, ჩვენაც ეგრე არის ხო კაცო რომ ამას წერდა რომ. მაგრამ ეხლა ამან გამახსენა რა გადატრიალებას რო აპირებენ და ეხლა ეს ვინც მონაწილეობენ არჩევნებში ეს ლელო და გახარია რო აცხადებენ რომ აი გაიმარჯვებენ, გახდებიან თბილისის მერები და გაფიცავენ მთელ სამსახურებს. ნაგავს არ გავიტანთო, წყალს არ მოგაწვდითო, ნაგავში ჩავახშობთ გალაქსო ავტობუსები არ იმიძროებენ, მეტროს გავფიცავთო. ამითი უნდათ არჩევნების მოგება და ეს არის მათი გეგმა, რასაც მოსახლეობას ეუბნებიან, აი ეს ასწავლია ისი ძალიან მაგარია, სწორედ არჩევნებს რომ მოვიგებთო და მერი რო გამოაცხადებს დაუმორჩილებლობასო და მერი ხო გაიფიცება ყველა საქალაქო სამსახური. გაიფიცება მთელი თბილისის მერის მუშაკებია და თბილისის მერის მუშაკები არის გენასმარი ნაგვის გატანა არის წყლის მიწოდება წყლის მიწოდება ნაგვის გატანა ავტობუსები არ იმუძრავებს მეტრო არ იმუძრავებს და ეს არის მათი გეგმა ეს არის მათი გეგმის ნაწილი აი რომ მოვიგებთო მე ჯოჯოხეთს მოუწყო თბილისელებსო და მე ხო ხელისუფლების სათავეშიც მოვთო რომ მართლაც აი რამერობის კანდიდატის ხავს ის მოგება კი ბატონო ის მოგება აქვს გარანტირებული კი ბატონო როცა არავინ არ იცის ეს ვინ არის კი ბატონო, მოდით დიდი მადლობა მინდა მოგახსენო შენ რომ მოხვედით, საინტერესო იყო საუბარი. ჩვენ შაბათს ეთერში ვართ 9 საათიდან უკვე ამ დროს შედეგები რა, ეხლა მეც ისე ვამბობ. რამდენი პროცენტი მოვიგეთ უკვე ცნობილი იქნება, რამდენი პროცენტით მოვიგეთ ცნობილი იქნება, თუმცა შევხედოთ აი ამ უსამშობლოების და უსუსურების ცდილობებს რა იქნება. მე მგონი არც არაფერი არ იქნება. მე მგონი რა იქნება, იცი? გამოა ეს იდიოტი ბურჭულაძე მყავს ხელმძღვანელობაში, მომღერალი ძალიან კარგი იყო და პოლიტიკაში იდიოტია. არა მარტო პოლიტიკაში. როგორც თბილისში, ისე ყველა მუნიციპალიტეტში პირველ ტურში დამთავრდება არჩევნები. და რომ დაუძახებენ ხალხს აქციებს და ხალხი არ მივა, რა სიტყვის ცი? მე აგერ აქ ვიყავი, კაც, ჩემი ოჯახით და თქვენ არ გინდათ რევოლუცია და აბა მე მამაღმერთი ხო არა ვარ, სასწაული მოვახდინო და ახლობთ ქვევრში რო არის. ფილმში ისეთი ციტატით დასრულდება ეს ამბავი. უღმესი მადლობა ბატონი კოტეჟღენ და პეტრი მამრაძე საუკეთესო არჩევის საზოგადოება იქნება სულ მცირე ხანში ჩვენს ეთერში. ბატონ სოზას უღმეს მადლობას მოაწყო. მადლობა თქვენ. მოგესალმებთ კიდევ ერთხელ მართლაცემული ბატონები აქ გახლავან და ვიწყებთ გადაცემას. მეგობრებო, მე ისეთი კითხვებიდან დაგისვათ, რაც მხოლოდ თქვენი გამოცდილების და პროფესიული ასაკის მქონე ადამიანებს შეიძლება დაუშვა. 2003 წელს ნეოკონებმა შვანია უნდოდათო, მაგრამ გამოვიდა ეს ძალიან მაგარია ჩერნომინდელის სიტყვა. ხატილას კაკლუჩ, შაკპაუჩილას კაქვსიგდა. გამოვიდა სააკაშვილის დასმა. რიგი ხშირად დანაშაულებრივი მაქინაციების და მანიპულაციების შედეგად სააკაშვილს გაუმაგრეს ძალაუფლება და ის გახდა ერთპიროვნული მმართველი. და ეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია ნეოკონების ერთ-ერთი საყდენი წერტილი იყო რუსებთან ომში. სამწუხაროდ საქართველოს იყო ფაქტორი რუსების გაღიზიანების. ამის შემდეგ ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა
კოჰაბიტაცია დასრულდა არა ჩვენი მიზეზით, უბრალოდ ბანალურად ომში ჩათრევა განიზრახეს იგივე ძალებმა დაახლოებით. სააკაშვილი გამარგინალდა, თუმცა არის თუ არა ეხლა ეს ერთი და იგივე ხაზი, ერთი და იგივე ნარატივი ამ deep state-ის, რომელიც ნეოკონები წარმოადგენდნენ და ევროპელი მონების ამ deep state-ის. არის თუ არა აი 2000 შევარდნაძის დამხობიდან მშვიდობიანი დამხობა დაუზახოთ, მაგრამ აბდიკაცია არის ეგა, აიძულება რომ გადამდგარიყო, არის თუ არა ეს ერთი დიდი ნარატივი და ხაზი, რომელსაც ვერ ცვლიან უბრალოდ. არა. ის როგორ არის? ბევრი დათქმა საჭირო. ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ეპოქა არ იმეორებს, ასე ვთქვათ, იმას, რაც იყო მანამდე. სულ სხვა დროა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მაშინ გარდატეხა მოხდა, როცა სააკაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ბუშს. მანამდე აქ რო ჩამოვიდა, ხო? არა, იქ რო ჩავიდა სააკაშვილი 2004 წელს. მანამდე მუშაობდნენ და იმდენად მუშაობდნენ, რომ დაიწერა კიდევაც ლონდონის ფორუმი იყო და იქ გამოვიდა ეს ადამიანი, პოლ მონაფორტეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელი, რომელსაც პირდაპირ თქვა, თბილისი მე გავაკეთე. დაждას გამოქვეყნებულია. დაждა სულ 30 მილიონი დოლარი. აი ასე იაფად. ეხლა 30 ვარდების ეგრეთ წოდებული რევოლუციაზე. 30 მილიონი დოლარი დღეს თბილისში ვერანაირად ერთ კაი რესტორანს ვერ ააშენებს. კი, და ვერ სამხელისუფლებას არა, ხელისუფლებას. 30 მილიონი დოლარად. რა თქმა უნდა, იყო მაშინ ეს ტოტალური კორუფცია, იყო მოხდი ხალხში, მოყანყალებული და ასე ეს ყველაფერი და აი ადამიანი, რომელიც აცხადებს. კოკ ბარნი ამაზე პირდაპირ წერს, რომ აი გამოგვიცხადა ფორუმზე სულ ყველას 30 მილიონად გავაკეთე ეს საქმე, მაგრამ აი ბუშთან შეხვედრის შემდეგ მოხდა ის და სააკაშვილს ამას ვერავინ არ წაართმევს, რომ სააკაშვილმა რომელმაც ესე იგი არ მინდა ვთქვა რა გადახდა გზაში სანამ მიდიოდა ბუშთან ამ თავისი ნერვიულობის გამო. მაგრამ ბუშს გამოუცხადა, რომ თქვენი პროგრამა არის ჩვენთვის აი კონსტიტუციის ტოლფასი. წაკითხული არ ქონდა ცხადი. აი 4 პუნქტი ჩამოუთვალა 2001 წლის შემდეგ რომ მიიღეს, ხო? კი, ეს არის დემოკრატია და თავისუფლება ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ჩარევის უფლება, რაც ბუშმა იქ თავის დროზე ჩადა. განახორციელა და ესე შემ. აი ეს არის. ამის შთაგონებულმა ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია, პატივი მივაგეთ შევარდნაძეს ეს წავიდა ერთსეულად პენსიაზე და აეხლა თქვენი პროგრამით ხელში ვაშენებთ ახლა საქართველოს. გაუსწორდა. ბუშმა ცრემლები მოიწმინდა და გამოაცხადა პრესკონფერენციაზე, ბედნიერია, რომ დგას ამ ახალგაზრდა კაცის გვერდით, რომელმაც ამერიკაში, ну ასე შემდეგ. მერე დაიწყო სხვა ეპოქა. სააკაშვილმა თქვა, მორჩა და გათავდა. ანუ ევროპა აღარ გვაინტერესებს, ევროპელებს არც ელაპარაკებდა. კი, ბუში, ეს იყო გარდატეხა. ხო და აი უფრო რომ მიუახლოვდეთ დღევანდელ დროს, მემკვიდრეობითობა არის აი ამ დღევანდელი იქაური დაფინანსებული მეხუთე კოლონასა და სააკაშვილს არის ერთი ნარატივია იმათგან. ნუ რას გულისხმობ, ქართველები არ ვარგა, ქართველების ტრადიციები არ ვარგა, ქართული ეკლესია არ ვარგა, თქვენ უნდა იყოთ ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ეს ორს აი ამ ყველა ეპოქებში ერთ და იგივე წითელ ხაზად კამერტონად გაზდებს? თათ ისეთი წითელი აღარ არის, თორე არის, რა თქმა უნდა. აი ხო გესმით ჩემი. მესმის ხო, მაგრამ წარმოიდგინე ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვიქტორია ნულანდი ბრუნდება და ინიშნება მთელი რეგიონის კურატორად. კი. პირველი ნიშანია პირდაპირ. რასაც ტორია ნულანდი ეუბნება ჩვენს დიპლომატებს ვაშინგტონში, მე ზუსტად ვიცი და გვარებს არ დავასახელებ, რომ თქვენ უნდა გესმოდეთ, მიშა სააკაშვილი არის ჩემი პირადი მეგობარი, თქვენ ეს გესმით? და იმ დღიდან კელი დეგნანი ასეთი რო იყო, ასეთი ხდება. დაჭერილია უკვე მიშა? არა. ეს ჩემი მეგობარია და ეს თქვენ უნდა გესმოდეთ. ამის შემდეგ დავალებაა, მე რო უკვე მიშას აპატიბრებენ, მიშა ჩამოდის, აპატიბრებენ, მადლობა ხმას და ყველაფერი, მაგრამ მერეა საინტერესო. მერე 22 წელს, როცა დაიწყო ომი უკრაინაში, სულ 2 კვირაში, 3 კვირაში მოგეხსენებათ ჯერ უკრაინელებმა სთხოვეს საქართველოს, რომ ყველა ჯაველინი ახლა ჩვენ მოგვეცით და ყველა ბუკით იყო. ეს გამოქვეყნებულია, სხვა შორის ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის დროებით წვრთნებულმა, ანუ ელჩის შესაძლებლობა გამოაქვეყნა ეს ყველაფერი.
რას არ მოეწონა კელი დეგდანს. მე უკვე კასიონები წერს, ჩვენი ის არ დაგვიყოფილეს ამერიკელებს თხოვეთ, ამერიკელებმა თხოვეს ქართველებს. მაინც უარი მიიღეს. გაიხსენეთ ივანიშვილის წერილი. კი ბატონო, ცხადია ჩვენ იარაღის მიწოდება რომ დაგვიყო დასრულებული ეს იყო ნულანდის პირდაპირი დამარცხება. წითელი ხაზი არის, მაგრამ არც ისე ხო, უკვე გაფერბდა. თქვენ მინდა იგივე კითხვა დაგისვათ. აი თელი ეს ნარატივი ერთ და იგივეა. ერთ და იგივე მეთოდებიც არის. მე მგონია რომ კი. მე დავიწყებ იქიდან რომ რაზეც გვილაპარაკია აქაც თქვენთანაც მაგის შესახებ. რომ თავის ინტერესების გამტარებელი ჭირდებათ ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველო. ხო, ჭირდება. ჭირდება ისეთი პიროვნება, რომელიც მის ინტერესს გაატარებს. ეს დამოკიდებულია იმაზე თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად ეხლა რახან ამერიკაზე ვლაპარაკობ და ბუშზე როგორ უყურებს ამ რეგიონს, რა საჭიროება. მაშინ ძალიან საჭიროა. მაშინ იყო ავღანეთის ამბები იყო. დიახ, ეხლა მინდა ეგ შევადარო ეგ მაშინდელი მდგომარეობა, რასაც ბატონმა პეტრე მილაპარაკა, ეხლა მდგომარეობას რო ითხოვენ რომ ტრამპი რატო არაფერს აქტიურად არ აკეთებს. ხო, აი მაგის თქმა მინდა რომ მაშინ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება იყო ჩვენზე. ეხლა იქ ბევრი მიზეზია იქ პირველ რიგში რუსეთთან ურთიერთობის რა თქმა უნდა და იმ პრიზმიდან, ხო? მაგრამ ეხლა უკვე იმის მერე რაც უკრაინასთან ომი დაიწყო და იმის მერე რაც აბსოლუტურად სხვა პროცესები წავიდა სოფლიოში და აბსოლუტურად წავიდა იქითკენ რომ გლობალური წესრიგი უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა სულ სხვანაირი ინტერესი აქვს და სულ სხვანაირად უყურებენ ამ ჩვენ რეგიონს და განსაკუთრებით ამას ტრამპი რომელიც ჩამოთვალა თავის პრიორიტეტები, ხო? წინა საარჩევნოდ ჩამოთვალა, მერე არჩევნების მერე ჩამოთვალა. მერე ეხლა რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ, ეხლა ცოტა უხერხული გამოდის ამ აზერბაიჯანისთვის არდაბაგანის დარქმევა და კამბოჯას და სომხეთს შორის ომი და აზერბაიჯანსთან და იმაში. ხო და ეგეც აჩვენებს, ხო? კი ბატონო, იქ არიან დიპლომატები მაგარი დარწმუნებული ვარ სახელმწიფო დეპარტამენტში და დარწმუნებული ვარ ისეთებიც არიან რუბიო მაგარი რომლებიც არა მე ძველებზე ვლაპარაკობ უფრო რომელიც ადრეც მუშაობდნენ ბაიდენის დროს რომლებიც პროფესიონალები არიან და ისინი იზიარებენ თუ არა ტრამპის შეხედულების ბოლომდე ეკაცმა არ იცის და მე მგონია რომ ძალიან ბევრია ისეთი ხალხი ვინც აი ვისაც ტრამპი უქისტებს და იმას ეძახის ეხლა ჩუმად არიან და უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს თუმცა ტრამპი მონოს დოქტრინის ცვლილების მონოს დოქტრინის ნაირ რაღაცას ახორციელებს მას აინტერესებს ფულის სახსნები მას აინტერესებს საკუთარი სამხედრო კომპლექსის განვითარებას, ფული, ენერგეტიკა. მაგას ვამბობ. ანუ მიდი გათხარე დაბურგილებიო, სწორედ ასეთ შეძახილებით გამოირჩევა თავის ქვეყანა. ჰა? Drill baby, drill. ხო, ეს ტიპი არის და. შესაბამისად, ხო, ანუ შესაბამისად რომ გაფერყავდა, შეიძლება ესეც არის ამის დამსახურება. რუსეთთან ურჩევნია დილი, გარიგება. ეხა უბრალოდ ზელენსკის რომ მეუნება რომ მიდი ჩადიო აქეზებს ჩემიას თუ უბრალოდ მოსკოვამდე ჩადიოთ. იარაღი ჩვენთან იყიდეთ როგორ. გავაგზავნოთ ამ პერიპეტიებზე საუბარი. არა, რა თქმა უნდა, ის თუ გაგრძელდა ის ინტერესი აი იმ გზის მიმართ აღმოსავლეთ ჩვენი გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთ და იქ ამერიკის მიდგომები როგორი იქნება. მე ძალიან კარგად მახსოვს რომ თავიდან ჩინეთმა რომ გამოაცხადა ერთი გზა, ერთი სარტყელი, ამერიკელები ძალიან ცუდად შეხვდნენ მაგ ამბავს და ჩვენ ძვეუნებოდნენ მათ შორის რომ ნუ მანდა მაინც ახლა ამას ნუ იმას იზამთ ნუ გააფეტიშებთ ამ იმას და ნუ აშკარად რა შეიძლება იქ მოილაპარაკო აშკარად წინამდეგი იყვნენ ამისი იქ მოილაპარაკონ ამაზე სავსეებს შეიძლება გლობალური მოლაპარაკება მოხდეს ეგ მაგით დავიწყე ხდები აი ამას თავი დაანებეთ ეს გააკეთეთ აი დიდი როგორ შეიძლება ეს კონფიგურაცია ახალი მსოფლიო წესრიგის როგორ შეიძლება და რამდენი ხანი დაჭირდება რა არის საბაჭრო ჩამოყალიბდეს ეს ახალი მსოფლიო წესრიგი ომი უშლის ხელს მე თუ მკითხავთ უკაცრავად მე ვიზიარებ ძალიან ცნობილი პოლიტოლოგებისას რომ ჩამოყალიბებული წესრიგი არასოდეს არ ყოფილა ბოლომდე ჩამოყალიბებული უწოდებენ მსოფლიო წესრიგს ცივი ომის დროს მეტნაკლებად რაღაც წითელი ხაზები ცივი ომის დროს ბალანსზე დამყარებული ბირთულ
ბალანსზე დამყარებული მეტნაკლებად ორი ქვეყნის პოტენციალზე. ხო, თორე სხვა დროს სად იყო წესრიგი, სად გვინახავს წესრიგი. იმ ცივი ომის დროსაც სოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ერთმანეთს ჰიბრიდული ომები ეჯიბრებოდნენ. ჰიბრიდული კი არა, ესე იგი სისხლიანი ომები რამდენი მილიონი დაიღუპა. ბატონო? ვიეტნამის ომი. და ანგოლაში? კუბელები რო ომობდნენ. მე ავღანეთში. კუბელები ანგოლაში. ამიტომ ეხლა გახდა პოპულარული ამ პროქსი ომის ძახება თორე. პროქსი მიდიოდა შესაბამისად ბატონებო, მაშინ მე ესეთ ჩემ მოგზაურებული აზრი შემიძლია გითხრათ, რომ ომი ჯერჯერობით არ სრულდება, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი აქვს ომის დასრულებას, თუმცა როცა დასრულდება სავაჭრო თემები ეხლაც და ომის შემდეგაც და ზოგადად ძალიან ბევრია და დიდია, სადაც საქართველოს უბრალოდ პატარა მასშტაბის საგნად წარმოჩინდება. ეს არის დიდი სატრანსპორტო ნაკადები, არ დაგვაუჩნდეს რომ არის ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე უკვე შეიძლება გლობალური დათბობის შემდეგ გატარება ტვირთების ჩინეთიდან და ძალიან ევროპამდე და ძალიან იაფიჯდება, ანუ არ იქნება საჭირო ყინულმცველები. იყო ინფორმაცია რომ ჩინელებმა გაუშვეს უკვე გემები. ხო, შესაბამისად ალტერნატიული ბევრი რაც მეტი იქნება მარშრუტი მით უფრო კარგია, ეგ ვიცი ჩვენ. ცნობილი ამბავია, ეს ნახევრად გამტარები სილიკონის მინერალები, ანუ იშვიათი მინერალები ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მოკლედ, ძალიან დიდი გლობალური სავაჭრო თემები იქნება და ძალიან სწორად იქცევა საქართველოს. ეხლა როდესაც წიშევადი ნიჟეტრავი არის რა. ისეთი თუ შეიძლება ვიტყვი. აი, მაგაზე რო ვილაპარაკო. კი, ესე იგი, ამაზე სწორედ. რამდენიმე თვის წინ იყო ძალიან საინტერესო საუბარი პასკალ ტოპაზი, ცნობილი ძალიან ვთქვათ გეოპოლიტიკის დარგში მეცნიერი ჩვენგან ამერიკელი ლაშაკასრაძე მოგეხსენებათ და ამერიკელი ახალგაზრდა პოლიტოლოგია. აი იმ ახალგაზრდამ თქვა ამერიკელმა. ერთადერთი სახელმწიფო, მათ შორის ერთადერთი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც გააცნობიერა რომ ეხლა ჯერ წესრიგი არ არის ქაოსისკენ მივდივარ და ვინ გამოიკვეთება კაცმა არ იცის, ამიტომ ერთადერთი სწორი პოზიცია არის რომ არავის მიემხრო, არავის შეეკედლო. ეს როგორიც არ უნდა იყოს თქვა თუ ცნორის მხოლოდ საქართველოა, სხვა არ არის. ეს არ არის მაგალითად ფიცო ან სლოვაკეთი არ არის ან უნგრეთი, ხლად არ არის. კავშირშია ევროკავშირი. კი, კავშირი, მაგრამ თუმცა მაგალითად ფიცომ დღეს მაგალითად ინიციირება მოხდა კანონის რომ ქალი-ქალია და კაცი-კაცია კონსტიტუციაში. მაგრამ უნგრეთმა აიყვანა ცაში გამანადგურებლები და გადაუკვეთა გზა რუსეთის ფინანსებს ეხლა ესტონეთთან. და ეს ჩაეთვალა უნგრეთს, რომ აი ნატოს ის მაგარ ბალანსი არის, აი ძალიან მაგრა ბალანსი. ჩვენ არა და ჩვენ ხო, ცხადია. ეხლა ნახეთ ერთადერთია, ხო? და ჩვენი პრეზიდენტის სიტყვა იმით იყო მნიშვნელოვანი, ყოველთვის ძლიერია, მაგრამ იქაც ძალიან მკვეთრად იყო, რომ ჩვენ არც იქეთა ვართ, არც აქ. არა, იქ ძალიან მნიშვნელოვანია. არც ამის. სადღეისოთ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არ არის ადვილი გზა. მაგრამ გზელვადიანის პერსპექტივაში თუმცა სხვა გზა არ არსებობს. მე შეგურ არის აბა ტორიო ნოლანდი რო ეუბნებოდა ჩვენს დიპლომატებს, ახლა მიშერო იყოს საქართველოს სათავეში, ხო იომებდა. აღარ იქნებოდა. ხო იომებდა საქართველოს. ხო, ანუ აღარ იქნებოდა საქართველოს. იგივე უთხრეს ამერიკის საელჩოში აქ თბილისში ჩემს კოლეგებს, ექსპერტებს. ახალგაზრდა კაცმა უთხრა. ამას რომ ელაპარაკებით, აბა მიშე ყოფილიყო, მაგას უხდეს თქვენ ახალგაზრდა ხალთ, ალბათ არის. და მაგიტომაც არისო. ეს გურულსა და ეშმაკს შორის ანეკდოტი რო არის, ხო იცი ეშმაკი რო გამოუხდება გურულს რო დაარქვეს და ამისთან მოკლედ სიტყვა რო ხარ მაგიტო არევასები არავისო და მაგიტომაც არისო რომ ესეთი განზრახვები ქონდა და ქართველებმა ვიგრძენით, შევისწავლეთ, ვიცოდით რომ გაყიდიდათ ხასავით. დიდი ფასი გადავიხადეთ ამაში. მაგაში, მაგ სწავლებაში. აი ეს ბრაც ბატონმა პეტრე ბრძანა უნგრეთზე და სლოვაკეთზე და იმას. ის სახელმწიფოები არიან ევროკავშირის წევრებიც, არიან ნატოს წევრებიც. და ორგანიზაციის წევრობა, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობაც არის და შენ იმ ორგანიზაციის დოკუმენტებს უნდა მისდიო, უნდა გაიზიარო და ისე უნდა მოიქცე, როგორც ითხოვს ის. და ჩვენ ესეთ მდგომარეობაში ვართ ახლა. ეს ჩვენთვის კაცილებით მომგებიანია, ვიდრე რო ვიყოთ ახლა ევროკავშირის წევრი და რო ვიყოთ ნატოს წევრი. რა თქმა უნდა და ძალიან კარგია, რომ ჯერ არა ვართ, როცა ესეთი ცვლილებები ხდება მსოფლიოში. ნატოს წევრობაზე საუბარი არის. არა, ზოგადად მე საერთოდ
საქმე რაშია იცი შალა ძირითადი არის კონსენსუსის პრინციპი ერთ ორგანიზაციაში და მეორეშიც მე არ ამგონია რომ უახლოეს ხილულ მომავალში ნატოს ყველა წევრი დათანხმდეს ნატოში საქართველოს მე არ ამგონია აი მოდით ეს შემთხვევა განვიხილოთ ვისაც გონია ძალიან ჭკვიანი და მრავალნაცადი ადამიანები ხართ გავიხედოთ და ესტონეთში მოაწყო მცირე ომი იმან რა ქვია პუტინმა ჰიბრიდული რომ ესტონელები გამოვიდნენ დაიწყეს იმაზე რომ დაჩაგრული ერია რუსი იქ რომ არის რეპრესიები და იქვია რა და რამდენი კვადრატული კილომეტრია რა ვიცი იმერეთის ხელა და ნულოვანი ჯარი და ჯარი ხო და ფრინავები შეიძლება დაფრინავენ ის ნატოს მაგრამ ჯარი არ არის ხო და აი რომ დაიწყოს ბირთვული ომი დაიწყება არა აბა მაშინ ნატო დასრულებულია არა ამაზე ლაპარაკი მე ამაზე ბირთვული ომის დროს იღუპება ყველა ის არ არის ის არ არჩევს ის ბირთვული იარაღი და თავისი აი რა დაუშლის ხა ახლა რო დაუკვირდი ხა უშლის ერთადერთი რომ ძალების კონცენტრირება ხდება იქით და ეგ უშლის ხას აი ნატოში რო შეიჭრას ნატოში რა იყო და იმაში ნატოს წევრ ქვეყანაში თავიდან სწორედ ამაზე იყო საუბარი მე არ დაგიმალავთ რომ ამერიკელი კოლეგების თხოვნით მე მაგ ამაზე წერილი დაწერილი ოღონდ არ არის გამოქვეყნებული და შეფასება იყო ასეთი მე სკოლკროფით ინსტიტუტმა დაიწყო ზომების მიღება ასეთი შეფასება ნარვაში იწყება გამოსვლები რუსულენოვანი მოსახლეობის რამდენი პროცენტია ზუსტი პროცენტი არ მოსავს მაგრამ მესამედი ხო არის ნარვაში მესამედი ნამდვილად არის მეტიც ნახევარი ხო იქ პრობლემები არის ნუ ხო ჯერჯერობით ისეთი არა მაგრამ გაღვივებას ქართველი კოლეგებისაგან ვინც იყო იქ თავის საქმეზე ჩასული 2 წლის წინათ ჩამოვიდა რომ პრობლემები ნამდვილად გაღვივებას არაფერი არ გაღვივებას არაფერი არ იცია რუსებმა მაგის ტექნოლოგია ამის შემდეგ წვანე კაცუნები ჩნდებიან როგორც ყირიმში პირდაპირ ნარვაში იწყება ერთი ამბავი და აქედან არის ის რაც შემოიერთა რა შიდა ხაზებით ყოველთვის გადაეცემა რომ ჩვენ გვიღირს თქვენ გიღირთ რომ ჩვენ ვარშავას დავარტყათ ატომური იარაღი ბირთვული ომი დავიწყოთ ბირთვული ჩვენ გვიღირს ჩვენ არ დავთმობ ჩვენი ხალხის ინტერესებს ანის კორიდორი რო არის კალინინგრადამდე ნუ მან თითქოს ამბობენ ხომ რასი ციშალვა კიდე რომ ეხლა თვითონ რუსებმა დაიწყეს თავის დროზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღზე უფრო ლაპარაკი მე ძალიან მალე გადაიზრდება ეს ყველაფერი იმაში კაცო ნამდვილად იმიტომ რომ მაგას გამოუყენებია სხვათა შორის ტაქტიკური ეხლა გარდატეხა მოხდა შანხაის შეხვედრაზე კი როცა სი ჯინპინმა უთხრა მკაცრად პუტინს რომ აი ბირთვული იარაღის სენებას მოდი თავი დავანებოთ კი ყარაგანობას წერილი გამოაქვეყნა მაგრამ ეს გეგმა იყო და ამ გეგმისმა მე შემიძლია ცელი ლიტერატურა გაჩვენოთ ბატონო კოტემცხადი იცის რომ აი რა ვქნათ როგორც ჰიტლერი აცხადებდა ტრეში სათანადოში რომ გდანსკის გამო დანციგის გამო გიღით ევროპელებს სიკვდილი მინდა ყველა მიცოდეს რეგულარულად ტარდება გამოკითხვები სოციალური გამოკითხვები ევროპაში ტარდება რაზე რომ რამე რო იყოს ხო და რამე რო იყოს ამბობენ ფრანგები გერმანელები ბრიტანელები და სხვები ნატოს წევრები ყველა და ნახევარზე გაცლებით მეტი რომ არ წავალთ ჯარში თუნდაც ბალტიისპირეთი წაუღია რუსეთს თუნდაც პოლონეთში შესულა ანუ გრეში ოღონდ ჩვენ არ ვიომებთ მე ამათ ეკითხებიან კი მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნებია მე რა და ისიც მინდა დავამატო მეხუთე პუნქტი ნაცმოძრაობა სულიყო აი შევათ ნატოში და მეხუთე პუნქტი დაფარო საქართველოს რა წერია მეხუთე პუნქტში თვითონ განსაზღვრავს ყველა ქვეყანა მეხუთე პუნქტში შეუერთდეს თუ დაარტყამენ რომელიმე ქვეყანას ვალდებულება არა არანაირი ვალდებულება ყველა ქვეყანას შეუძლია გადაწყვეტოს თავისით განსაზღვროს თქვა მინერალურ წყალს გააგზავნის თუ შესახვევ თუ ბირთვული არას გამოიყენებს ნუ აი სიგიჟეს როლი და აი ესეთი ვითარება ამ ფონზე ეხლაც გაისმის საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე ნაცების მხრიდან და სხვების მხრიდან ამ ანტიეროვნული ძალების მხრიდან აი მე მოვკვდები ისე რომ მე სიტყვა ოპოზიცია არ წამომწდება იმიტომ ვიცნობ მათ ოპოზიცია ოლბრაიტმა გვითხრა გახსოვთ 97 წელს როცა შეხვდა გაოგნდა ოპოზიცია არის პოლიტიკური ჯგუფი რომელიც პირველი ერთგული ეროვნული ინტერესებისა და მეორე საკმარისად კომპეტენტურია რომ ეს დაიწყოს თუმცა ტრამპის პირობებში ტრამპი მათ მოღალატეებს ეძახის მეხუთე კოლონიას ესენი არიან საქართველოში ესენი არიან ნამდვილად ანტიეროვნული ძალები გადააჭარბეს იქაურება მოკლეს კიდე ბევრად და მე რომ ახსენდება ოლბრაიტმა მაშინდელ ოპოზიციას დაგვამან მუნათა და ეხლა ეგრე არ არის რა ეხლა ესე არ არის გესმით და ესენი დღესაც იძახიან რა აი ამასიათ ქალები არ მახსოვს ბოკუჩევო წითლძე და მაპატიონ ხომ მაგრამ
ერთადერთი გზა საქართველოს უსაფრთხოებისა გადის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ დროს ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ უსაფრთხოების სიმბოლოს არ გაძლევს. მეორე, როგორც 2-4, სანამ ბაზებია რუსული საქართველოს ტერიტორიაზე, სანამ რუსეთი ცნობს და ეს სააკაშვილმა ბიძამისმა და მათმა თანამზრახველებმა მიაღწიეს დიდი მეცნიერის შედეგად, რომ ჩამოიყვანეს ის ბაზები დააბრუნეს, ხო? მანამდე ევროკავშირში კოშმარულ სიზმარში არავის არ მოუვა თავში გააწევრიანოს საქართველო. კი, პროგრამები, სტატუსები, გახსოვთ? ყველაფერი გარდა რეალური გაწევრიანებისა, როგორ? რაც ქვია, სად არის საზღვარი და ასე შემდეგ, ხო? და აი ეს იყო ის სტაფილო, რომელსაც უკიდებდნენ საქართველოს ჯერ სააკაშვილი და სხვები თვითონაც და მე რა თქმა უნდა ევროპელები და დასავლეთი. აი სტაფილო ვირის ბაპატიეთ აი შემთხვევის მოლანასრედიმის. აი მიყევით და ეს სტაფილო ჩამოიხსნა მხოლოდ როდესაც შარშან კობახიძე მილაპარაკა იმაზე რომ 22 წელს საბოლოოდ. კი, საბოლოოდ მაშინ რო ესე იგი ჩვენ ინიციატივით არ დავიწყეთ მოლაპარაკებას, კი, ეს პირველი და მეორე უარს ვამბობთ საქართველოს გრანტებზე და თან რამაც გააცოფა ევროპელები თანაც დაზინა ეს იმისათვის რომ შანტაჟის ბერკეტები აღარ ქონდეს ევროპაში. ხო, ეგ პირდაპირ უთხრა და მაგაზე ყველაზე უფრო მაგაზე გამხეცდა. ამან გააცოფა. იცი რატომ? იმიტომ რომ ძალიან ცუდად მოიხსენ ჩვენს ქვეყანას, პრემიერ-მინისტრი, ანუ ჩვენ ქვეყანას. გახსოვთ ბაიდენის სადილზე რომ მიწვეული იყო. ბაიდენს. ნუ ეგ მომენტი მახსოვს. და შემდეგ ძალიან უღირსად აი რაღაცა. აი ჩვენ ხა გლობალურ რამებზე ვლაპარაკობთ და არა ისე. არა, ეს ნიშანი იყო. ეგ ნიუანსებია, მაგრამ ნიშანი იყო კაცო. ახსენეთ ბაიდენი, ხო, როგორ არა თქვა, ყველამ უნდა იცოდეთ. გახსოვთ ჩამოსული ბაიდენი 2009-ში ივნისში. ღირსების ორდენი. გახსოვთ ღირსების ორდენი და ასე შემდეგ. ვიშა ზურგს უკან კალიგულას სასახლეში მოუღწიო თქვა, მთელი დიპკოპროსი ამას მიყვებოდა. ამის შემდეგ მიღებაზე ეუბნება ქალბატონ გიული ალასანიას. მოუარეთ თქვენს ვაჟიშვილს, ის ჩვენ ძალიან გჭირდება. ნახეთ, არქივში არის. დაჭირდებოდა და ამის შემდეგ ჯდება. ამის შემდეგ დაჭირდებოდა. იგივე ბაიდენი ჯდება თვითფრინავში და ცნობილი ჟურნალისტი პიტერ შპიგელი გვარია შპიგელი ამ შემთხვევაში. Wall Street Journal ჟურნალისტი ეკითხება მე შენახული მაქვს ცხადი ინტერვიუ აი კი მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ რომ საქართველოში საკმაოდ პრობლემებია დემოკრატიასთან დაკავშირებით პასუხი მე ეს კი არ მაწუხებს მე უფრო ის მაწუხებს რომ ყმაწვილებმა this guys მათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა არის დემოკრატია და როგორ უნდა აშენდეს შეკაი კაცო შენ წაღანეობს ხანმეორის გასაგები ეს არის კი ბატონო ეხლა ბატონებო ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ შემდეგი ჩვენს საქართველოს მიმდინარე ამბავს დაუბრუნდეთ და ცხადია არჩევნების შედეგები ვიცით უკვე მინდა არა არჩევნების პროგნოზი არამედ გეგმა deep state-ის უბადრუკი წარმომადგენლებისა აქ და როგორ განვითარდება ეს ყველაფერი თქვენგან დავიწყოთ აი რა შეიძლება რომ მოხდეს ნუ რა ვიცი მე მგონია რომ ისევე იგივე იქნება რაც წინა არჩევნების მერე მოხდა ძირითადად არ აღიარება ამ არჩევნების შედეგების კიდე რამდენი ხო მაგრამ სხვა ბერკეტს მე ვერ ვხედავ არ აღიარება ისე რომ რაც შეიძლება ბევრი ხარვეზი მონახონ იყო ეს ხარვეზი მაგას მნიშვნელობა არ აქვს მით უმეტეს ესეთ პირობებში როცა თვითონაც არ მონაწილეობენ წარმოიდგინე აშკარად იტყვიან რომ არა ეს ისე გაყალბებული არჩევნები იყო და ფარსი იყო და ძირითადი ხაზი გაგრძელდება იგივე. მე ადრეც მეთქვა სანამ ევროპაში, ნუ ამერიკაზე ვისაუბრეთ უკვე და იმ ინტერესებზე რა პირობებში შეიძლება უფრო გამოიკვეთოს მის ინტერესები ჩვენთან, ხო და ევროპას რაც შეეხება, ჩემი აზრით სანამ არ შეიცვლება აი ეს სახალხო პარტიის ხალხი სანამ შემდეგი არჩევნები არ ჩატარდება ევროპაში და სანამ მემარჯვენეები არ მოვლენ. სანამ ევრობიუროკრატია არ შეიცვლება რომელიც იქ არის და იმ სახით დარჩება იგივე გაგრძელდება. კი, სანამ მაგალითად ადეფიანება გერმანიაში პატრიოტები არ მოვლენ და ასე სხვა ქვეყნებში არ მოვლენ შემცირებული გრადუსი. ხო, ნუ ეხლა ყველა არჩევნებზე ეხლა გერმანიაში მაგალითად რომ მოიგებენ უფრო მეტ ხმას რო აიღებენ. თუ არ გააუქმ. მემარჯვენეები, ხო, თუ არა უგრძალეს. იცით, აი ისედაც აი მე თქვენ ნებართვით ვიტყვირას იცით, აი გახსოვთ ლორა ტორტონის სასოწარკვეთილი ბოლო განცხადება. ეს არის მაკერის ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის სტიპენდიატი არის ჩვენი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელს თქვა
რომ სხვა არაფერი დაგჩენია, ჩვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ დასუფთავების სამსახურმა ნაგავი არ გაიტანოს. ხო არ გაგონია? ალეკოს ხო არ უნდა. ალეკო ახორციელებს. ტორტონის სიტყვებია. თბილისის ნაგავში, ასე ვთქვათ, ჩაიხშოს. მეორე არც ერთმა ბანკმა არ უნდა გაატაროს საბანკო ტრანზაქციები. ფინანსური კრიზისი რომ დაიწყოს კი ბატონო. და აი ესე და თქვა რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ საოცრად ეფექტიანად მუშაობს ოცნება როგორც ხელისუფლება თვითონ. და შესაბამისად აი ეს რომ არ გამოუვიდათ დასავლეთში ვინც არიან დაინტერესებულები არ გამოუვიდათ ეს ამბავი და უცებ მithვი საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებლები მათივე ინსტიტუტების მიერ დათვლილი დემოკრატია უზენაესობა კანონისა კორუფცია ეფექტიანობა და ღიობა მართლობის. ბატონო პეტრე, თქვენ ხო იცით, როგორ ვერ იტანენ ეგენი ესე რომ თქვათ, მარცხს კი არა. აი ოდნავ შედეგს რო ვერ აღწევენ და ხო, მაგრამ იცით როგორ არის განმეორება. ძალიან ცუდად იღებენ ამას, ძალიან. ხო, მაგრამ თავისი უმწეობის გამოვლინება კიდევ და კიდევ, ანუ ეს იქნება უკვე არის შემცირებული გრადუსით. არის. აშკარად არის, უკვე დარჩნა ფული აღარ შემოდის აქ ლეგალურად. ჟიგიმანტოს პავილიონის ესები და ეგეთები თქვა. მაგრამ ისინი ჩუმად არიან რუსეთში, სხვა შორის. სხვა შორის, აი ამათაც მიაჭირეს მუხრუჭებს. კი. ჯოვილსონს ალბათ აღარ გადაუხდიან მალე ფულს, იმიტომ რომ არაფერი მოაქვს ამას პეტაცის კარიშვილის. ჯოვილსონმა რაც გააკეთა საქართველოს ეყოფა უკვე. კი, ეს აი სხვა შორის ბანდობის მეტი არ გესმის. არაფერი გვექნება, გამოაშკარავ მთელი აი ამ კორუმპირებულობა იქაური. გეთანხმებით რომ ხაზი დარჩება. მართველი და თუ არ ერთ წუთი რაღაცას ვიტყოთ. ძალიან. დიტერ ბოდენი, ჩვენთვის ცნობილი, კაი კაცი და იყო ეუთო ოდირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი 2008 წლის იანვარში. 8 წელს კი და გამოვიდა და მის ინტერვიუ ფრანკფურტერ ალგემაინეს ყველა შევლეწაი და თქვა, გაკალბდა არჩევნები. ეს რა ვნახეთო? რეგიონებში განსაკუთრებით უდიერი მოპრობდა ბიულეტენებთან და გადაუკლდა ყველაფერი. უმძიმესი დაიწერა ანგარიში, მაგრამ მეორე მესამე დღეს ამერიკის საელჩი მუშაობდა. მიულოცა კაცო იმა. გეტყვით, ჯერ იყო და ბოდენი გაწიეს და გამოვიდა მოადგილე. ხო, ეს ასეა, რაც ბატონმა ბოდენმა თქვა, მაგრამ ჩვენ ამას არ ავსახავთ ანგარიში, იმიტომ რომ ეს ხო არაფერს შეცვლის და მე გვატყობინებენ მიულოცას. რომ ესე იგი მიულოცა, მაშინ არაბეთში იყო ბუში, მიულოცა და всё და ყველაფერი შეწყდა. ევროპარლამენტშიც კი იწყებდნენ გარჩევას რა მოხდა საქართველოში. ბუშმა შეაწყვეტინა, კი ბატონო. ყველაფერი გაჩერდა. კონკრეტ ქვეყანა იყო და. ეხლა გამოდის სარკული ანარეკლი. მაშინ ყველაფერს სიმართლეს წერდნენ ზოგიერთი სტრუქტურები სააკაშვილის სადისტურ რეჟიმზე. მათ შორის პასპორტება არ ექცეოდა. მაგრამ არც ერთი პოლიტიკოსი ლიდერი ამას არ ახსენებდა. ეხლა ყველაფერი ისეთი ქვეყნდება, რომ 16 ქვეყანაზე უკეთესია საქართველო, რომელიც არის ნატოს ქვეყანა და ევროკავშირის ქვეყანა. კანდიდატებზე აღარ ვლაპარაკობ. ეს ქვეყნები საქართველოს უკეთესია, მაგრამ ესენი გვაქვს. სხვათა შორის კიდევ და დასასრულს აღნიშნავს, სარკოზი მეორედ დაიჭირეს ციხეში გაუშვეს კადაფის ფულებზე. ესეც საინტერესოა მეგობრებო, ჩემო პოლიტიკოსებო, ვაი პოლიტიკოსებო გაითვალისწინეთ. ესე ადამიანის ციხის წასვლა მაინც ნუ გაგვეხებდება ახლა. არა, ის არ იყო კაი კაცი. ამდენი ფული აიღო და მე თვითონ დამარხა. კადაფი, არ იყო კაი კაცი. დიდი მადლობა, მეგობრებო, ჩვენ აი შაბათს არჩევნების დღეს შევხვდებით ერთმანეთს, მიმძანით არჩევნები. პარასკევს, მაგრამ შაბათსაც შევხვდებით, პარასკევსაც შევხვდებით, შემეშალა. შაბათს სხვა გადაცემა იქნება, კონსერვატორია იქნება პირდაპირ ეთერში. დღეს დავასრულოთ ეს გადაცემა, კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.